გუშინ წინ კიევი დაიბომბა ძალიან ცუდად. რა თვალსაზრისით? აი სამოქალაქო ინფრასტრუქტურად გადააზიანა, ხალხი დაიხოცა. კორპუსს მოხვდა რაკეტა და ჩამოიშალა საერთოდ. რამოდენიმე ათეული ადამიანი გარდაიცვალა თვითონ კიევში. მაგის გარდა საწყობები აუფეთქეს და აი ჩვეულებრივ დედაქალაქი დაიბომბა დრონებით და რაკეტებით. აი ეს დარტყმები განხორციელდა 2 დღის წინ. ირანის თემა ხო აქტუალური იყო. თვითონ უკრაინული მედიების საინფორმაციო ტრაფიკის დაახლოებით 80% იყო ირანზე და ისრაელზე და დაახლოებით 20% იყო უკრაინაზე. ცხადი ამაზე დაიწყეს საინფორმაციო რეზონანსი, მაგრამ სადღაც აი საათნახევარში, 2 საათში კვლავ ირანმა გადაფარა. ანუ უკრაინული მასმედიის ტრაფიკიც კი ირანის ამბებმა გადაფარა. და გუშინ შეეკითხეს ტრამპს და თვითმფრინავში მასმედიას ინტერვიუს აძლევდა, რომ თქვენ გაიგეთო თუ არაო, რომ ერთ-ერთი მასშტაბური სარაკეტო დარტყმა განხორციელდაო კიევზე და რა სიტყვითო ამასთან დაკავშირებით და აი მართლა არ იცოდა რა როდის განხორციელდაო.